ყურადღებას, ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მეჩვენა პირადად, ეს ალბათ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი იყო, უცნაური პასაჟით ტრამპის ცოლთან დაკავშირებით, მელანია ტრამპთან, ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ და ამისი ხსენება, თუმცა ჩვენ სერიოზული არაფერი შეგვიტყვია მათი საუბრიდან, რაზე ისაუბრეს სერიოზულად, გარდა იმისა, რომ რაღაცა ორივე კმაყოფილი ჩანდა. და კიდევ საინტერესო იყო მარკო რუბიოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გამოსვლა კონგრესის ქვედა წარმომადგენლობით პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის ზოგჯერ კომისიას უწოდებენ სხდომაზე, სადაც აი ჩვენთვის ესე ცნობილმა თუ ალბათ სახსენებელმა აღარ ვიცი როგორი ეპითეტი ვიხმარო, ჯო უილსონმა მას შეკითხვა დაუსვა, ძალიან ისეთი კატეგორიული ტონით, ანუ იმპერატიული შეკითხვა, რომ ეს ანტიამერიკული მთავრობას რას უპირებენ საქართველოში, რაზეც ესეთი ორაზროვანი პასუხი გასცა მარკო რუბიომ, ჩემი აზრით, რაც იმაზე მეტყოლებდა, რომ ამ საკითხზე არ ქონდა მას ინფორმაცია და არც იყო მოწოდებული ამ საკითხზე სასაუბროდ. აი როგორც იმაში სიყვარული ყველას უნდა ფილმში, რაც გადაგვიკიდნენო, არა ეს ძმებიო, მაგიზმას კიდე მე უყვარვარო. აი ეს ბატონი ჯო უილსონი, რატომ ასე ვთქვათ, გადაგვიკიდა ბჭყალებში და უბჭყალებოდაც რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მას დავიწყოთ ამით თუ შეიძლება. დავიწყოთ რუბიოთი თუ დავიწყოთ სატელეფონო საუბრი. კი ბადა, დავიწყოთ თუგნებად სატელეფონო საუბრით, რომლის გამო დაახელია რუბიო და ჩვენს დახილი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები რადიო მსმენელს და მაყურებელს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს როგორც ახსენა რუბიო, მე აღვიქვიხოთ ძალიან ბევრი საუბარი აღქმაზე და რეალობაზე და მე მაგალითად აღვიქვი, რომ გაიმეორა უილსონის სიტყვები რუბიო. უილსონმა თქვა, რომ ანტი-ამერიკული მთავრობა საქართველოს, იმანაც გაიმეორა იგივე სიტყვებით საქართველოს. და მთავარი რაც პასუხში იყო და რაც ყველა მიცის უკვე ზეპირად, მე მგონი მამა ჩვენოსავეთ ვინც იცის. ეს რომ დაიწყო რომ როგორც მოგეხსენებათ ჩვენ მოქმედებთ პირველ რიგში ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე ეროვნულ. ამიტომ თუ ჩვენთვის რომელიმე მე თითქმის დავიზებირე ჩვენთვის რომელიმე მნიშვნელოვან რეგიონში ვნახავთ რომ არის ანტი-ამერიკული მთავრობა, ვიფიქრებთ ეს მთავრობა შევცვალოთ თუ დავთვალოთ. ესეთი იყო რუბიოს. თუ ნახავთ შესწავლის პროცესში ვართ ამ საკითხის, რომ შევისწავლეთ, ვნახავთ თუ ჩათვლიან რომ საქართველოს მთავრობა მართლა ანტიამერიკულია, მაშინ მიიღებენ შესაბამის ზომებს და თუ არ ჩათვლიან ამას, მაშინ სხვა ზომებს მიიღებენ. საერთოდ აი რაღაცა მომავლის წერტილი არ შეიძლება, მაგრამ რაღაცნაირად ის რომ ვთქვათ, შედეგები აი რა იქნება, უკითხულობენ ხოლმე. ან ესე იქნება, ან ესე იქნება, ხო ქართველებმა რო ვიცით. თქვათ გაიარა სენატიც ამან რა ქვია მეგობარმა აქტმა თქვათ მოაწერა ხელი მან რა ქვია პრეზიდენტმა რა იქნება რას გვაჩვენებს ეს გვაჩვენებს იმას ჩემი აზრით რომ ოპოზიციამ და მათმა ლობისტებმა რომელსაც საკმაოდ დიდ ფულს უხდიან უკეთესად იმუშავებს ვიდრე მეორე მხარემ რომელმაც უნდა იმუშაოს იმისთვის რომ ეს არ დაუშვას მე ხა სანამ სამინისტროში ვიყავი კი ბატონო ვიცოდე უფრო მეტი ვიდრე ხოდაშ დაიწმინდოდა ბატონო კეოტე მეკითხა რომ სად დაუშვა შეცდომა ქართულმა ოცნებამ რომ ამ ტიპის ლაპარაკი და ამ ტიპის დიალოგი მიიკრა ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინ მუშაობს მაგ საკითხებს და რა დონეზე მუშაობენ იმიტომ რომ დიპლომატიურ მუშაობაში მიდის ჯერთი ძალიან იცით რა ცოტა ყურს მჭრის მე მესმის რომ სახელმწიფოს წარმომადგენელმა უმაღლესმაც მინისტრმაც ესე უნდა ელაბარაკოს, მაგრამ სად გინახიათ ვის უნახია პოლიტიკაში სამართლიანობა და დიპლომატიაში შესაბამისად რომელიც არის პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი როგორც ცნობილია დიპლომატია ვის სად უნახია სამართლიანობის დონეზე გადაჭრილი ან რამე საკითხი ან რამე პრობლემა. ხოდიშ აქვე გავიხსენებ თუ შეიძლება ჩვენ მაყურებელს და მსმენელსაც შევახსენებ იგივე დიპტიხში ჩვენი ადგილი საქართველოს ეკლესიის იყიდა რუსულმა ეკლესიამ და ახლა აღარ ვიტყვი რომელმა პატრიარქმა არის ესეთი ის ხო და ჩვენ საერთოდ ეხა მე-12 ადგილას კი ბატონო იქ არ არის პოლიტიკაში სამართლიანობა ვის სად უნახია რომ სულ ვიმეორებთ ხო თითქოს ყველა ვისწავლეთ და გავიგებთ რომ პირველ რიგში ყველას აქვს თავის ეროვნული ინტერესი აქვს და პირველ რიგში ამ ინტერესიდან გამომდინარე კი არა საერთოდ მიქიდან გამომდინარე მოქმედებს. პასუხობს მის ინტერესებს თუ არ პასუხობს.
მოკავშირეა მისი თუ არა აწყობს იმ პერიოდში რაღაც გაკეთება თუ არ აწყობს განსაკუთრებით ისევ გავიხსენებ შენზე ვითახარ მექოეთ როგორ აგიმხრწავს როდის სუპერ სახელმწიფო როდის მოქცეულა სამართლიანად ისეთი სახელმწიფოს მიმართ არა ხო ნუ არა ეს ჩამოყალიბებული ის არის საუკუნეებით ჩამოყალიბებული წესია უკვე თითქმის რომ არ არსებობს სამართლიანი არსებობს მიზან მიმართულად ანგარიშიანი ანგარ რაც უნდა ის დააკვანა ანგარება კი ბატონო მაგრამ არანაირად ჩვენ სამართლად ვიქცევით და ეხლა მოდი მოვიქცეთ სამართლში ჩაუვარდებით არ გამოდის ეს ამბავი არასოდეს არ იქნება მე გავთქვი ერთხელ და გავიმეორებ მე მგონია რომ არ მოვაწერს კი არა იქამდეც არ მივა ხელის იმის დოკუმენტისაც არ დაუდებენ წინ იმიტომ რომ იქ რაც წერია ეს არის აბსოლუტურად ყველა ჩარჩოდან გამოსული არა მხოლოდ ფორმატ კი არ არის დაცული შეთუთული ფორმა დაცული და ტყუილები წერია იცით რა არის იმდენად აშკარა ტყუილები წერია რომ ეხა ეგრე არ არის სხვადასხვა დონეზე მიდის მუშაობა და უნდა მიდიოდეს მე ჯერა წამს ამის რომ მიდის ეს მუშაობა მაინც მიდის სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელების გავლით მაგალითად ესეთ რამეს ვიტყვი ჩვენი მეგობარი და ასე შემდეგ. აი ახლა ესეთ რამეს გეტყვით მაგალითად. დღეს რა თქვა რუბიომ აზერბაიჯანთან დაკავშირებით. აი ესეც ძალიან საინტერესო თემა გამახსოვს. ჩვენი მეზობელი ქვეყანა გაცილებით მდიდარი და გაცილებით უფრო შეძლებული ასე თქვა. ძლიერის ფიზიკურად სამხედრო თვალსაზრისით. და ამბობს ამ ქვეყანაზე პირდაპირ პასუხობს რომ კიო შეიძლება იქ არისო ისეთი მთავრობაა რომელიც თლიანად ჩვენ რაღაცნა იმებს სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება და კარგი ურთიერთობა გვექნება და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმუშავებთ მათთან და აზერბაიჯანზე თუ შეიძლება ეს ლაპარაკი საქართველოზე რატო ხო და ის გამიკვირდა მე ზუსტად რომ აი ეს აქცენტი იყო დასმული იგივე ტალიბებზეც იყო ხო ლაპარაკი რომ იმიტომ რომ გეტყვით ჩემი აზრით იმან უბრალოდ გაიმეორა ის სიტყვები რაც თქვა ვილსონმა საქართველოს მთავრობაზე რახან იმან უწოდა ანტიამერიკული ამანაც იგივე სიტყვები გაიმეორა ანუ მან არ იცოდა დავიწყოთ აქედან ანტიამერიკულია თუ პროამერიკული მე ძალიან აი სპეციალურად წამოვიღე ჩამონათვალი რო არ გამომრჩეს რამე იმ საკითხების რომელიც რუბიომ ჩამოთვალა მოსმენის დროს თავის გამოსვლისას ხო ეს ძალიან საინტერესოა რა არის პრიორიტეტები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დიახ იმ თანმიმდევრობით როგორც ჩამოთვალა პირველი დაცული საზღვრები მშვიდობიანი გარემო ნული ტოლერანტობა კრიმინალური კარტელების მიმართ ეს რაზეც დაიწყეს უკვე მუშაობა მეორე პარტნიორების გაღრმავება მექსიკასთან, სალვადორთან, სხვებთან არალეგალური იმიგრაციის ტერორისტული ორგანიზაციების ბრძოლის საკითხში. მესამე უცხოელები სხვა ქვეყნებიდან, ვინც ბოროტად სარგებლობს ამერიკის სტუმართმოყვარეობით და საფრთხეს უქმნის ამერიკის მოქალაქეებს. მეოთხე პრეზიდენტის მესიჯები ევროპას და ნატოს თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ტრანსატლანტიკური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვა ამერიკის ინტერესების უკეთესად მომსახურების მიზნით. მეხუთე სტივ უიტკოფი და საქმიანობა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. მეხუთეა, გესმით? ეს როგორია რომ პირველია ესე არ არის. მეხუთეა. უკრაინა მეხუთე და საქართველო ხო საერთოდ კი ბატონო. მეექვსე თლათ მოლაპარაკებები რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეთანხმებაზე წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტის დასასრულებლად და ამერიკული ინვესტიციებისთვის გზის გასახსნელად კონგოში და რუანდაში. შევახსენოთ მაყურებელზე მსოფლიო კონგოში ომია ძალიან დიდი ხანია დიდი სიცხეს და რუსების გავლენების გაძლიერება იგრძნობოდა მისი მნიშვნელობა. მეშვიდე ახლო აღმოსავლეთ მეშვიდე მაქსიმალური ზეწოლა ჰამასზე ამერიკელი ძევლების გასანთავისუფლებდათ და ხუსიტებზე ამერიკის გემებზე თავდასხმის შესაჩერებლად. მერვე ზეწოლა ირანზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მეცხრე ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების დაცვა მსოფლიო ქვეყნებთან ყველა კონტინენტზე განსაკუთრებით ჩინეთი აქ ანტარქტიდაზე იხუმრა რომ იქ პინგვინები არიან და ძნელად მოველაპარაკებითო მაგრამ იქაც ვაპირებთო მეათე ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა გესმით მეათე მესმის აქ რო არის რომ და მეგობარ აქტში გაიხსენეთ რომ არის ჩინეთის ირანის და განსაკუთრებით ჩინეთის გავლენების წინააღმდეგ ინდო-წყნარი ოკეანის აფრიკის და ლათინური ამერიკის
და ასევე ამერიკის ტექნოლოგიების ქურდობის საკითხში. მე-11 უკვე ბიუჯეტზე გადავიდა და რატო შეამცირა ბიუჯეტი 20 მილიარდით ზედმეტი ხარჯები და იდეოლოგიურად მიზანმემართული ისინი პროგრამები რატო შეაჩერა და რატო შემოიღეს მეორე ახალი ფონდი ამერიკა უპირველეს ყოვლისა, რომელიც ჩაანაცვლებს ამ USAID-ის და NED-ის ფონდებს. USAID-ზე და NED-ზე მთელი მეორე ნაწილი ელაპარაკა ისევ საშინელი სიტყვები, რომ ეს რას აფინანსებდნენ და რისთვის და საზიზღრები და ასე შემდეგ და ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრინციპი, რომ ბიუჯეტის სიდიდე კი არ არის თავარი, არამედ მიჯნობრივი გამოყენება, რომ მიჯნობრივად დაიხარჯოს. შემცირებაზეც იყო ლაპარაკი. აი ეს არის საკითხები 14 საკითხი, რომელზეც მე რამდენი ადგილზეა საქართველოს მითხარით ერთი ამერიკის რეგიონადაც კი არ არის ნახსენები. ვიმეორებ ამერიკის პრიორიტეტებში ახალი ადმინისტრაციის. ეს არის რეალობა კაცო, მე თუ წავიკითხეს ხო სხვებმაც წაიკითხეს არა? ღია ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე დევს. დააკვირდით ხალხო ამას, რომ რა არის ამერიკის პრიორიტეტები. კითხვა რა ხან იმან აიღო იმ უკაცრავად ის სხვადასხვა ამას ჩვენთან ძალიან ყურადღებას აქცევენ, რომ აი უილსონი ბილეთებს ყიდიდა, დროშებს ყიდიდა, იმებს ყიდიდა. რატომაც არა? იმათვის ეს უბრალოდ ეს ტრამპი თელ ცხოვრება ბიზნესმენი ფულს აკეთებს და მაგით ეხლა იმის რა ქვია ამერიკის ადმინისტრაციის თვალში უილსონს ვერანაერ იმას ვერ მიაყენებ ზარალს. ერთადერთი რაც შეიძლება დაუდო ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერი მახსენები არის პრემიერ-მინისტრის ღია წერილში და ამაზეც გამოჩნდა უკვე იყო საუბარი, რომ ღია წერილი იყო ეს იმისთვის ზუსტად რომ უფრო ფართო საზოგადოებას მიექცია ყურადღება იმ არასწორი მიდგომების მიმართ, რომელიც ამ ლობისტებს და ზოგიერთებს ევროპაში აქვთ, ამერიკაში და ევროპაში აქვთ საქართველოში არსებული პრობლემების მიერ და პლუს კიდე ჩვენი პარლამენტის მიერ მიღებული აქტი. პასუხი ვთქვათ. მეგობარაკზე. მეგობა მტრულ აქტზე. ესეთ მოდაშია რომ მტრული აქტი უნდა უწო. როგორი აქტიც ამ მტრულია ნახდათ თავის შინაარს. აი ეს არის და ეს. რა ჭირდება ახლა ამას აჟიტირება და არიქა და ეს თქვა და ის თქვა და გაიხარეს ამ იმათმა რა ქვია ოპოზიციონერებმა რომ ეს რა თქვა ამერიკის უილსონმა უწოდა ის რუბიოს არ უწოდებია რუბიომ გაიმეორა რაც თქვა უილსონმა და თქვა რომ თუ ეს იქნება დათქმით სწავლობთ თქვა ჯერ მუშაობთ ამაზეო თან მეორე მნიშვნელოვანი რამე რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უფრო ყურადღება მისაქცევია ეს არის რომ აი იმიტომ ყავსო ჩვენო რეგიონშიო ჩვენი ოფისები და წარმომადგენლები რა თქმა უნდა პირველ რიგში საელჩო იგულისხმებოდა რომ მოგვაწოდოს სწორი ინფორმაცია ჩვენი საელჩო აქ რომ არის რამდენად მიაწოდის სწორი ინფორმაცია აი მაგაშია მთელი საქმე რა ისიც არ ვიცი იმ საელჩოსთან რო ირმუშაობს იმიტომ რომ ძალიან სწორად ყველა გამოსვლაში სულ დადებით ლაპარაკობს ამ ახალ ელჩზე ჩვენი მთავრობა პრემიერი და სხვაებიც. სწორია, ესე უნდა იყოს დიპლომატიურადაც და იმიდან სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ დარწმუნებულია რომ ძალიან კარგად ახსოვს პრემიერსაც, მინისტრსაც, ჩვენსაც რომ ხალბატონი დანეგანი ვის გუნდში იყო და ვისთან ერთად საქმიანობდა. როგორ კარდებს აქვეყნებდა. ხო, და რა სიტუაცია იყო, ხო? დიახ. ყველა ვიცით. ამიტომ ისევ და ისევ რა თქმა უნდა შედეგი მათთან მუშაობის შედეგი იქნება ის შედეგი რაც შესწავლის შემდეგ ამ საკითხის წამოვა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან ეს არის და ესე იგი შეიძლება ვივარაუდოთ რომ აზერბაიჯანში სხვა ტიპის მუშაობა საელჩოსი და საქართველოში სხვა ტიპის მუშაობა. ყოფილა როცა აზერბაიჯანზე ყველა ქვეყანას აქვს თავისი უბრალოდ აზერბაიჯანმა რადგან უბრალოდ აზერბაიჯანს არ ყავს ოპოზიცია, შესაბამისად არც არავინ არის ვინც იქ ეს არის. სომხეთში მუშაობისას ძალიან დიდი გავლენა აქვს სომხურლობის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა თქმა უნდა ამას ითვალისწინებენ და
ისინი ჩვენზე 10 ჯერ და უფრო მეტად აქტიურები არიან და სხვათა შორის ის ბატონი ვილსონიც არაერთხელ არის შემჩნეული სომხურ ლობიზმში. ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიღაცა იტყვის ფულს იღებს ფულის გამო, ვიღაცა იტყვის რომ ლობისტების მუშაობის გამო. შენც გადაუხადე ვიღაცას ფული და უკეთ იმუშაოს ვიდრე ვილსონმა, რა პრობლემაა? ძალიან ბევრი მეთოდი ესეც აპრობირებული, როგორც ღია, ისე ფარული და ამაში საიდუმლო არაფერი არ არის, რასაც სახელმწიფო აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ინტერესები ვიმეორებ დაიცვას. ამიტომ ეს არის პროცესი. ახალი ადმინისტრაცია, ახალი პოლიტიკა სოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე. და ეს სოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენები აჩვენებს იმას, რომ საქართველო არ არის ამ სოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენების ცენტრში. და არც არასდროს სამწუხაროდ არც არასდროს ან საბედნიეროდ, არც არასდროს არ იქნება. იმიტომ თქვი ერთ-ერთი მაშინ რა ქვია ჩემ კომენტარში, რომ ჩვენ ადგილს სადაც ვარსებობთ, ზოგი კონტინენტების და ცივილიზაციების გზა შესაყარს ეძახის და ზოგი გზა გასაყარს. ამიტომ აი სადაც ვართ, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. და ვხედავთ კიდევაც. მიდის ძალიან მიზანმიმართული მუშაობა იმისთვის, სხვათა შორის აუცილებლად უნდა ვახსენო ის სტატია, რომელიც დაიბეჭდა ერთ-ერთ პოლიტიკურ გამოცემაში ამერიკის responsible statecraft ქვია, ანუ პასუხისგებელი სახელმწიფო ესე და იქ არის ძალიან ესეთი გვარი აქვს, რა ქვია, აპოსტოლოსი. ნიკ აპოსტოლოსი, რომელსაც დაწერა ეს სტატია, რომელიც აჩვენეს სხვათა შორის და ისინიც იყო, რა ქვია, კომენტარები ამ სტატიას. პირდაპირ წერია იქ, რომ დაანებეთ თავი ამ საქართველოს თავისთვისაც და ჩვენთვისაც მულტივექტორული პოლიტიკა ჭირდება, რომელსაც ეხლა ცდილობს რომ გაატაროს. და დასაბუთებულია რატო ჭირდება საქართველოს და რატო გჭირდება ჩვენ ეხლა განსაკუთრებით ესეთ პირობებში მულტივექტორული პოლიტიკა. და დაანებეთ და ნუაბრალებით ამას, რომ აი ჩინეთისკენ მიდის და იქ მიდის და აქ მიდის, იმიტომ რომ მულტივექტორული ამას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად. თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, გვინდა თავისუფალი ვაჭრობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, გვინდა თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვინდა თავისუფალი ვაჭრობა ყველა მიმართულებით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით იქნება თუ სამხრეთით. იმიტომ რომ გზა შესაყარზე ვართ. და ნუ გადავაქცევთ ამას თუ ბატონი აპოსტოლოსი ხდება რომ და ანალიტიკოსია ხო და ისეთი გამოცემაა, რომელსაც ყურადღებას აქცევენ responsible statecraft. რატო არ შეიძლება რომ სხვებიც მიხვდნენ ამას, ვინც გაავებით გვებძვის გინდა გარეთ და გინდა შიგნით, რომ გინდა თუ არა უნდა გამოვაცხადეთ, რომ არა ამის ხარეზე ვარ და არა ამის ხარეზე ვარ. იქ ნათქვამია სხვა შორის იმ სტატიაში, რომ ესეთი მიდგომაა, რომ ჩვენი მეგობარია თუ ჩვენი მეგობარი არ არის, უფრო ჩვენ უფრო ვამბობთ ხოლმე, ვინ ჩვენი მეგობარი არ არის, ის ჩვენი მტერია. იქ თლათ ვარ ეს. ნაციონალების დროს რო იყო მაგალითად შიგნით და გარეთ. არ შეიძლება ეს. მით უმეტეს ისეთ ადგილას, როგორც აი ეს რეგიონი, რომ მივლენ იმ რეგიონამდე, რაც ბრძანა ბატონმა რუბიომ, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვან რეგიონში თუ ვნახავთ, რომ არის ანტიამერიკული მთავრობა, შესაბამისად მოვექცევით. ბატონო, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დავბრუნდებით და გველოდეთ. უკვე ეთერში ვბრუნდებით, განაგზავნოთ საუბარ ჩვენ სტუმართან, კონსტანტინე ჟღენთან ერთად. ბატონო კოტე, ის ამბავი დავასრულოთ, მოვამრგვალოთ. ფაქტობრივად რუბიოსაც უთხრესა იქ, რომ აი გინდა თუ არა, აი ჩვენთან რომ იყო შეაგინე რუსეთს დაახლოებით, ხო? ამ დაგვარი რამ იყო ამერიკის შეერთებული შტატების აზერბაიჯანზე როცა იყო საუბარი, მაგასაც ეს გაზრდა ფონად. რომ აზერბაიჯანში დარღვევა ადამიანთა უფლებების და ეხა პირდაპირ თქვი, რომ არის და ალიევის ესე და ისე. ხო და არ იტყვის ესეთ რამეს ეხა რუბიო ძალიან გამოცდილი არ არის დიპლომატიაში, ვინც იცით გადახედეთ ალბათ მის იმას. გამოცდილებას და იმას სხვები უფრო გამოცდილებიც არწევენ, მაგრამ ინდონეზე ნამდვილად არის უკვე აჩვენა მისმა საქმიანობამ და ის არის კი ბატონო ტრამპის პოლიტიკას ატარებს კაცრად. და მკვეთრად და ტრამპმა რაც ამერიკა ახალია ყველაზე ძლიერი ამერიკა უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესი, მაგრამ
მათნენი კარგად იცის რომ არ შეიძლება ისეთ ქვეყანას და ისეთ პიროვნებას როგორც აზერბაიჯანია ესე აიღო და ვიღაცა იქ სენატორი რო რაღაცას გეტყვის უილსონისნაირი ან 76 წლის შახინის ან 82 წლის რიშის ძალიან დიდი ბოდიში შეიძლება არაკორექტულად გამომდის, მაგრამ ჯობია რომ ამ დროს შულებს მოუარო ეს ისე ლირიული გადახვევა, ვიდრე ჩაერიო ვიღაც ქვეყნების შიდა საქმეებში თან უხეშად ჩაერიო. აი უხეშად ერევიან ახლა კი პარლამენტ რას ნიშნავს და პარლამენტი საერთოდ რა არის ესეც ყველა მიცის ხო? გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ, რაც უნდათ ის ილაპარაკონ. იქ ლობიზმიც მოდის, ფულის აღებაც მოდის და ასე შემდეგ სხვა ინტერესებიც, მაგრამ ნუ არსებობს რაღაც დაუწერელი კანონები, რომელიც ყველა მიცის. აი ეს რუბიოს პასუხები, გინდათ აზერბაიჯანზე, გინდათ სხვა რამეებზე. აი ტრამპი მაგალითად აბსოლუტურად ახლა გუშინ გამოიწვია ცოტა არ იყოს ის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან ტრამპის შეხვედრა, იმიტომ რომ იქ ისეთი რამეები ილაპარაკეს, რომ შეადარეს ზელენსკის ყოფნას ოვალურ კაბინეტში. მაგრამ იქ ტრამპი უფრო ჟურნალისტს დაეტაკა ვიდრე ამას. მაგრამ ნუ იქ იმაზე რომ ლაპარაკობენ შავების აპარტეიდ, თეთრების აპარტეიდ და ნუ რაღაც ისეთი საკითხები წამოიჭრა, რომელიც არანაირად არ არის სასიამოვნო ესეთ შეხვედრის დროს. მაგრამ რა თქვა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რომ ჩვენ მოვედით რომ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობა ხო გეცნობათ სიტყვა გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხო სამხრეთ აფრიკა ბრიქსის ერთ-ერთი წამყვანი წევრი რომელიც რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან ერთად ახალი ვალუტის იმაზეც კი ლაპარაკობდა რომ დოლარის ჩანაცვლება და ასე შემდეგ და ჩავიდა ეგერ ისე როგორც მანამდე ჩავიდნენ სტარმერი მოელაპარაკა ტარიფებზე, ჩინელები მოელაპარაკეს შემცირებაზე, კანადა მოელაპარაკა, ნუ ის ახლოა, მექსიკელები მოელაპარაკა. აი ეს ყველა მოელაპარაკება, დაждებიან და დიპლომატიურად დაილაპარაკებენ. მიუხედავად იმისა, იქ რა ითქვა ოვალურ კაბინეტში გაბრაზებულ გულზე და რა არა. საბოლოოდ არის ის კი არა სამართლიანობა, ან ძალა, ან მოლაპარაკება. სხვა გამოსავალი არ არის და ნუ ესეა რეალ პოლიტიკა ამაზე დგას. და ესე იქნება, რა ვიცი, ხილულ მომავალში, როგორც ამბობენ ჩემი აზრით და ეხლა მე რა იქნება, მე მგონი სულ ესე იქნება. დიახ, კი ბატონო, მეც სადაც ადამიანია, იქ ყოველთვის არის ძალა. ძალა ვინმის აჯობებს ბუნებრივია, ვინმის მოერევა და პუტინი ტრამპის მოლაპარაკება უკრაინა, რომლის ბედს არ ვიცი, მწერს არ ვუსურვებ. ხო, ნუ იქ ისეთი რამე ჩანს, რომ ამასაც ახლა თანეთ ბატონკოტე რაღაცა მომეჩვენა, რომ აი საბაბიც როგორ მოიძებნა. ახლა შეიძლება მე ვამარტივებ სიტუაციას და ვერ აღვიქვამ მთელი სიღრმით, მაგრამ აი თითქოს აი სტამბოლში მოლაპარაკება, იქ რაღაც ვერ შეძლეს ამდენი მოლაპარაკება, ამიტომ ეს აუცილებელი გახდა, რომ თითქოს მომზადდა და საბაბი გამოიძებნა ძალიან ისეთი საპატიო, ლეგიტიმური, როგორც იტყვიან, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრისთვის და შემდეგ მათ შესახვედრად, როცა უკვე ტრამპს აღარავინ აღარ დაგმობს, რას ქვია ტერორისტ პუტინს ხდებიო. არის ეს მომენტი. მე ისეთი მომენტი, იცით რა, იმდენად მრავალ წახნაგოვანი სიტუაცია, მრავალ მხრივი რომ აი ეს ერთი რამის წინ წამოწევა მანდნელია, მე მაგალითად მგონია რომ არ წამოვწევ, ერთ-ერთ შემადგენლად მე მაგალითად მგონია რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა რომ შედგება და შედგება აუცილებლად იქ არ იქნება ყველაზე მთავარი საკითხი, რომ ერთ-ერთზე ილაპარაკებენ უკრაინა. მე რატომღაც ამაში დარწმუნებული. მეც ესე მგონია და მთავარი იქნება ამერიკა რუსეთის ურთიერთობები, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ურთიერთობები. მე ასე მგონია. რაც შეეხება უკრაინას, ეხლა აქეთ მხარიდან ერთი მხრიდან რა უნდათ, რომ პრაქტიკულად ერთი მხრიდან რუსეთს ვამბობთ ახლა ჩვენ. არა, ევროპას ვამბობ და უკრაინას ვამბობ და მის მომხრეებს. პრაქტიკულად წაგებული, ასე ვთქვათ, ომი, პრაქტიკულად ვამბობ. იმიტომ რომ შედეგებით გინდა ტერიტორიით, გინდა დიდიც გნებავთ ეკონომიკურად, მსხვერპლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაუბრუნდეს მოგებულ სიტუაციას. არ ხდება ესეთი რამე, არ მომხდარა ისტორიაში. ყოველთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს იმის ინტერესები უფრო გათვალისწინებულია, ვინც უფრო ძლიერია და ვისაც უპირატესობა აქვს იმ დროისთვის მოპოვებული
ბრძოლის ველს. ეს ყოველთვის ესე იყო და ესე იქნება. ამიტომ და ეს რაც შეეხება ხელში აღებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას და პოლიტიკურ ნაწილს თუ ვიტყვით, კიდევ ვიტყვი, რომ ის რომ 4 რეგიონი უმეტესად რუსეთის სულენოვანი მოსახლეობით დასახლებული, ეს ხო ფაქტია. პუტინმა უკვე შეიყვანა რუსეთის შემადგენლობაში. მაგრამ ბოლომდე არ დაუპყრდა და რუბიომ თქვა თუ ვენსმა. აი მაგას აპირებს. თუ ბარემო მე ესე მგონია, რომ რუსები პუტინი უფრო იმიტომ ჭიმავს, რომ ზაფხულის განმავლობაში მთლიანად გავიდეს საზღვრებზე ამ 4 რეგიონის, მთლიანად ჩაიგდოს ხელში და აი მე უკვე რეალურად დაიწყო, როცა ის 4 რეგიონი, რომელიც უკვე შეიტანა კონსტიტუციაში, აი მერე დაიწყოს რეალური მოლაპარაკება. აქ ესეთ აზრს არსებობის უფლება და მე ასე მგონია. ამიტომ წელავს. იმიტომ რომ ხა იქ კონტრშეტევაზე ლაპარაკის ღაპარია. მით უმეტეს ამერიკამ ისეთი დონით აღარ ეხმარება შეერაღებით და იმით სადაზვერვო ინფორმაციებით და ყველაფრით ეხმარება, მაგრამ და ევროპას არ აქვს იმის იმდენი ფული, რომ ეს ანაზღაუროს და უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდეს. ჩემი აზრით ეს რა ვიცი, ხაპარია. ამიტომ გვექნება კიდე ერთი სულ ამბობ ამას გაყიდული კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტა იმ ხაზზე, რომელიც შეწყვეტის დროს ხელმოწერის დროს იქნება, ანუ აი თუ აიღო რუსეთმა ის მახევი არ გადის ჩვენსა და თურქეთს შორის საზღვარი, მაგ პრინციპით ზუსტად. ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია კონფლიქტების და ომების ისტორიაში და ყოველთვის ესე იყო, ესე მთავრდებოდა ხომ. არ აღიარებენ, ის არ აღიარებს, რომ დაკარგული აქვს, სოფლიო არ აღიარებს, მაგრამ de facto იქნება. ხო და de jure როდის გაფორმდება კიდე კაცმა არ იცის გადაინაცვლებს გაეროში, ევროპულ სტრუქტურებში იქ მიიღებენ რეზოლუციებს, დაგმობენ ისა, მაგრამ ეს არის რეალურად ესე ხდება და ამერიკის გარეშეც რო არ გამოდის, წამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი იქნება, იტალიის პრემიერი იქნება თუ სხვები, არა ამერიკის გარეშე როგორ შეიძლება. ბოლოს ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმაც დაბალხმაზე, მაგრამ წამოიმასქნა ესეთი ის, რომ არა ჩვენ მოვილაპარაკებთ ამერიკელებთან, საერთო პოზიცია უნდა კონდეს აუცილებლად, როცა უკრაინის საკითხი გადაიჭრება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს მაინც აი თითქოს ვატიკანში უნდა გაიმართოს, ეს ძალიან საინტერესოა, რა, შეხვედრის ადგილად ტრამპისა და პუტინის ვატიკანის დასახელება, იმიტომ რომ ვატიკანი მოიაზრება როგორც კონტინენტური ევროპის ინტერესის გამტარებელი, ხო, ერთ-ერთი ცენტრი. ეს შეიძლება ეს ადგილი შერჩეული თუ მართლაც ამ ადგილას გაიმართა შეხვედრა, რომ იქ ევროკავშირის აი წამყვანი ქვეყნების და ასევე ბრიტანეთის, თუმცა ბრიტანეთი ხა ვატიკანთან კავშირში არის ანგლიკანური ეკლესია და საინტერესოა ის ფაქტიც არა, ანგლიკანური ეკლესია რატომ შეიქმნა და რატომ გამოეყო რომ ის პაპს ბრიტანეთი ჰენრიხს ბევრი ცოლი უნდა და ნუ არ არის ახლა ეს ჩემი საქმე და ამიტომ ოჯახურ საქმეებში ნუჩავერე და ხო რა თქმა უნდა ნუჩავერევი ცხვის ოჯახში მაინც ჩვენი კულტურა ტრადიცია არ გვაძლევს ამის საშუალებას რომ რაღაც ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი ევროკავშირის და ბრიტანეთის ინტერესებიც ვატიკანი როგორც შეხვედრის ადგილი აი შერჩევა თუ არის ამასთან დაკავშირებული თქვენი რა გეტყვით იცი თქვენ ამბობთ რომ კონტინენტური ევროპის ინტერესებს მოხატავს ვატიკანი და მე ვიცი ხალხი რომელიც აჟიტირებულია ამერიკელი პაპი აერჩიეს როგორც იქნა და ამერიკასაც ეთქვის იმას გააკეთებს იესო ებრაელიაო კი ბატონო არა ეგეთ ხალხიც არის რომელიც სერიოზულად ლაპარაკობს მაგას რომ ეს ამერიკელი პაპია. ჩერტი რატო ამერიკელი ლათინურ ამერიკა ხო, ნუ იქ ნიუანსი რამდენია? ხო და ნუ არის ხალხი რომელიც ამბობს რომ აი ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ტრამპ რახან ამერიკელი პაპია ტრამპის ინტერესებს გაატარ. მე გამიმეორებ იმას რომ ვატიკანი და პაპი ყოველთვის არის ყველას კათოლიკური სამყაროს ლიდერი, რომელიც ძირითადი პრინციპები მშვიდობა, კაცთმოყვარეობა, ღარიბებზე ზრუნვა და ასე შემდეგ სოციალურად შეჭირვებულებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ძირითადი მიმართულებები
ნუ ოჯახი გამოაცხადა აგერ. კი. პირველ რიგში ხა თუ ვიღაცა მაგით საზღვრავს რომ რახან ტრამპმაც ოჯახური კაცი და ქალი ახსენა და ამანაც რომის პაპმაც ერთ-ერთ პირველ გადაგებაში ახსენა რომ ოჯახი უნდა იყოს ქალის და კაცის ურთიერთობა. კი ბატონო, მაგრამ მე მგონია რომ ეს არის წონის და გავლენის რაც არის მსოფლიოში და კათოლიკურ სამყაროში ამ ის რა ქვია ეკლესიის და პაპის როგორც ფიგურის რომელიც უნდა იყოს მშვიდობისკენ მოწოდებული და აი შეხვდებიან ეს დაპირისპირებული მხარეები და მოწოდება მუდმივად ამაზე იქნება რომ შეწყდეს ცეცხლი, დამყარდეს მშვიდობა. ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია ახლა. ვატიკანი ესეც უნდა პაპი ესე უნდა ლაპარაკობდეს და ესე გააგრძელებს. არ მგონია რომ რამე ესეთი განსაკუთრებული რისი თვალსაზრისით ან ცეცხლის შეწყვეტის დაჩქარების ან მშვიდობის დაჩქარების თვალსაზრისით. არა მე ვიგულს ამ შემთხვევაში აი წილში ჩაჯდომა პოლიტიკურ დივიდენდებში ან მატერიალურ დივიდენდებში. რაღაცად რომ მაინც დაჭირდება მაინც ახალ პაპს რომ რაღაც პოლიტიკაში ცოტა უფრო ხმად ჩაერთოს. მე ესე მგონია, იმიტომ რომ მაინც ახალია. მე პიროვნებაზეც არის დამოკიდებული ახლა. პიროვნების წონაზე კი ბატონო. იოანე პავლე მეორე მაგალითად დღემდე ახსოვთ როგორც აბსოლუტურად სხვა გავლენების მქონე ადამიანი, ხო? როგორც რომის პაპი. ნუ ეს ჯერ არ ჩანს როგორი იქნება და რა შეიძლება. და ამასაც ყველაფერს დრო ჭირდება. ესე უცბად ახლა ახალად არჩეული პაპი უცბად არ მგონია რომ ის იყოს რა ქვია ისეთი გარანტია მშვიდობის და იმის რომ აბა მაშინ თქვენი აზრით ევროკავშირის ლიდერები რამ აიძულა კი არა ხო რამ აიძულა რა არის მოტივი რომ ესე დაუტყბდნენ რომ კი ჩვენ ერთი ინტერესი უნდა გქონდეს შტატებთან არა ნუ ეხა მაგას ვერსად გაექცევიან იმიტომ რომ არა საკუთრისად გამოდიოდნენ ვერსად მაგ ამერიკის მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხში როგორც რუსეთ უკრაინის ომის დამთავრება ვერსად ვერ გაიქცევენ რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ და როგორც არ უნდა ისაუბრონ ამერიკის სიძლიერიდან გამომდინარე გნებავთ ეკონომიკურად გნებავთ პოლიტიკურად გნებავთ სამხედრო თვალსაზრისით როგორითაც გნებავთ ამიტომ ძალიან კარგად იციან ლიდერებმა ეს ყველაფერი მაგრამ ამავე დროს ძალიან არ უყვართ არავის არ უყვარს მაგრამ დასავლეთში განსაკუთრებით მე ესე მგონია და განსაკუთრებით ანგლოსაქსებს უკან დახევა და რაღაც თავის შეცდომის აღიარება და ისეთი რამის აღიარება რაც არ უნდათ ეს არავის უყვარს არავის არ უყვარს მაგრამ იცით რა არის ხა მე ზოგი კი არა მეგობრები განსაკუთრებით მაშაყირებ ხო სულ აღმოსავლეთის დიპლომატიას და აღმოსავლეთის პოლიტიკას იმაშები ხომ იმიტომ რომ არა იმიტომ რომ განათლებით აღმოსავლეთს ოდნავ მართლა ეგრეა ჩინურიდან დაწყებული გადახედეთ ისტორიას და თუ წავიკითხავთ ნაშრომებს და იმ ხალხს ვინც წერს გაცილებით დაფიქრებული გაცილებით აშერ გაზომე ერთხელ გაშერი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მოდის აღმოსავლური პოლიტიკიდან და დიპლომატიიდან რა თუნდა მაგას ლაპარაკი ეს ევროპელები ცოტა უფრო სხვანაირები არიან. კი, ევროპაში არის შიგნით გრადაცია, მაგრამ უკან დახევა რომ მე გაცილებით წინ წაიწიო, ეს ჩინური მასში იდო. დიდი ხანია ზოგს გონია რომ ლენინმა მოიგონა ნაბიჯი. ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან. არ არის ეგრე. იქ იყო ნაბიჯი უკან, რომ მე რამდენიმე ნაბიჯი გაცილებით წინ გადადგა. ამიტომ ამათ კიდე არ უნდათ იმის აღიარება, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. თან ეს კრიზისები, რომელსაც საქართველოში რო კრიზისი ეძახი და დაიქცა ქვეყანაო და იმას რო ვერ ხედავ, რომ მემარჯვენეები მოდიან ამ ევროპის ქვეყნებში და მიიწევენ წინ და წინ. აი პორტუგალია, კი ბატონო, აღმოსავლეთ ევროპა შეძლეს რუმინეთში ჩაერია აქედან საფრანგეთი, იქიდან მოლდოვა ეს საზოგადოებრივი რუმინელები და ისინი ეს კიდე გაირკვევა. როდესაც იქნება სიმართლე გამოჩნდება. ნუ ნახოთ ახლა პოლონეთში როგორ მორჩება ეს ამბავი, მაგრამ აი ახლა პორტუგალიაში მემარჯვენეების მოსვლა ვითომ ისეთი
ქვეყანაა ხო, რომ ცოტა პერიფერიაზეა და მანდა მაინც არ ერევა მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ ეგრე არ არის. ძველი ევროპული ქვეყანაა ერთ-ერთი უძველესი. ამიტომ იქაც მარჯვნივ შეტრიალება პოლიტიკური სპექტრის. ეგეც სიმპტომატურია, ეგეც რაღაცის მაჩვენებელია. და უკვე წიგნები იწერება, სტატიები კი არა, მემარჯვენეების. ამას ხედავენ ეს ლიბერალ ტირე გლობალისტები. ხედავენ, რომ ძალიან ბევრ ადგილას მარცხდებიან. და ნუ ამას მოყვება ამ დამარცხებას და იმედგაცრუებას მოყვება გაბრაზება. და ზოგჯერ ისეთი ნაბიჯების გადადგმა და ისეთ სიტყვების ლაპარაკი, რომელიც არც თუ მთად სწორი და დიპლომატიურია. მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს რო ვერ უზამ, იმიტომ რომ თქვათ რუმინეთში რასაც გააკეთებ, იმის გაკეთება გაგიჭირდება საფრანგეთში. თქვათ ლეპენს აუგზალეს და თუმცა საფრანგეთშიც რაღაც საფრანგეთისთვის არანაკლები რამ გააკეთეს. ხო, მაგრამ ნუ იქ აბსოლუტურად სხვა წინაპირობებია და სხვა სიტუაციაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველგან საფრანგეთშიც და გერმანიაშიც ჩამოსულ იმიგრანტებს. ხო, ეხლა დაიწყეს მერკელზე საუბარი, რომ აი გახსნაო საზღვრებიო და ამდენი იმიგრანტი შემოუშვაო და როგორ შეცვალეს იმ იმიგრანტებმა სურათი პოლიტიკური ქვეყანაში. სიტუაცია, ხო? საფრანგეთში რამდენი ხნის წინ შეცვალეს ეს? ისინი ევროპის შინაარსად შეცვლიან მალე. ალჟირის კრიზისის პერიოდიდან დაწყებული დაიწყო შეცვლა ამ რა ქვია. შიგნით სიტუაცია. ამ იმიგრანტებთან დაკავშირებით და მათ როლთან დაკავშირებით ქვეყნის შიდა ცხოვრებაში. ამიტომ ეს უიმოთ რა ქვია, უმტკივნეულოდ და უშედეგოდ არ გაიulis ეს პროცესი, რომელიც არის. თავრეთ ჩვენ არ გავიწყდით ახლა აი ამ პროცესთან რასაც ვაკეთებთ და ჯერჯერობით ძალიან ჭკვიანურად ვაკეთებთ ზუსტად имас რომ ვცდილობთ ეს მრავალ ვექტორული ყველას მოვეფეროთ პოლიტიკა. აი აქ მოფერებაში არ არის საქმე, ყველას უნდა ელაპარაკო და ყველასთან უნდა ითანამშრომლოს შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მორჩა ეს არის პატარა ქვეყნისთვის, ეს გაცილებით ძნელია. ვიდრე ზესახელმწიფოსთვის ან ისეთი ქვეყნისთვის თუნდაც როგორც თურქეთი და ირანია ჩვენ გვერდზე აგერ. მაგრამ შეიძლება იმ საშუალებების გამოყენება მაქსიმალურად რომელიც გაქვს. და ამას ნუ მე მგონია განსაკუთრებით ეკონომიკაში და რაღაც სხვა მიმართულებებითაც რაღაცნაირად ვახერხებთ. შეიძლება ზოგს რუსულიდან რო თარგმნოთ გონია რომ ჭრიჭინით სასკრიპტო, მაგრამ ნუ ვაკეთებთ. და შედეგებიც ჩანს. თუნდაც იგივე ახლა ჩვენ ვინმესთვის დაგვიძალებია ან რაღაცა რეიტინგების გამოქვეყნება, რომელიც საქართველოსია, თქვათ იგივე მართლობაზე, იგივე კორუფციაზე, იგივე ეკონომიკაზე, იგივე ეს ხო ჩვენი მოგონილი არ არის, არა იმ შედეგების მიხედვით არის, რაც სახელმწიფოშია. ხო და უნდა გავაგრძელოთ ეს ჩვენ თავის მიხედვა, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირად პულსი უნდა ყურადღების ქვეშ იყოს გლობალური პროცესები, რომ რამეს არ ჩამოვრჩეთ. და ბატონო კოტე, ხა უკრაინის საკითხი რა თქმა უნდა საინტერესოა და გულდასაწყვეტია რაც ხდება უკრაინაში, თუმცა ეს მათი არჩევანია ბუნებრივია. მაგრამ ეს საკითხი მე სიმართლე გითხრათ მაინტერესებს კიდევ უფრო მეტად იმის გამო, რომ პარალელში როგორ შეიძლება ჩვენ პრობლემასთან შეიყვანა კონსტიტუციაში ეს ტერიტორიები და ხა ალბათ ამერიკაც ეთამაშება ხო პოლიტიკურად, რომ ფაქტობრივად წაიღოს და იურიდიულად ისინი არ აღიარებენ ამას. ჩვენ შემთხვევაში ჯერჯერობით მას არ აქვს აღებული, არ გაუჭირდება რუსეთს თუ დასჭირდა განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ჩვენ თქვით ხაზგასმით რომ სამართლიანობა არ ახასიათებს ისტორიულ პროცესებს, არც პოლიტიკურ პროცესებს და მე აბსოლუტურად გეთანხმებით, სამართლიანობა სულ სხვა რამ არის და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული არის მისგან. ჩვენ რა პერსპექტივა თუ რა ტენდენცია შეიძლება დავინახოთ უკრაინის შესახებ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების მიმართულებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ორი რეგიონი რუსეთს აღიარებული აქვს. იცით რა არის? მე თემა ვიცი და არა მგონია, არა მე გეტყვით პირდაპირ. არა მგონია, რომ ეხლა ეს საკითხი პირდაპირ იყოს დაკავშირებული. არა, პირდაპირ არ არის დაკავშირებული. ჩვენ რა შეიძლება გამოვიტანოთ უკრაინის საკითხთან. როდესაც
სულ მუდამ ამაზე ვლაპარაკობთ. როდესაც ხალხ თან მიმდევრული ტერიტორიული აღდგენის ის რა ქვია საკითხში ტერიტორიული მთლიანობის. ამას აქვს მნიშვნელობა და ამას ხედავენ საზოგადოებაც, სხვაებიც, ევროპაც ყველა ხედავს და რუსეთიც ხედავს ამას. და მერე თუ შეიცვალა სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, გაფართოვდა ეს, რა ქვია, არეალი. არ დარჩენ მხოლოდ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის პირდაპირ. არამედ გაფართოვდა ეს მოლაპარაკებები საერთოდ გავლენის სფეროების გადანაწილებაზე მოლაპარაკებები. აი მაგას გულისხმობ ზუსტად. იმიტომ რომ აქამდე რაც არის, ეს არის ჩემი აზრით ჯერ კიდევ გარბაჩოვ რეიგანის დროიდან დაწყებული სიტუაცია, როცა რუსეთი მუდმივად ეუნებოდა ამერიკელებს. პოსტსაბჭოთა სივრცე უნდა იყოს ჩემი გავლენის სფერო. და ამერიკა ამას ეთანხმებოდა, პრაქტიკულად ვიცახი. შეიძლება ზოგჯერ საუბრით და განცხადებებით არ ეთანხმებოდა, მაგრამ ისე ეთანხმებოდა. ჩვენ არ მოგწოს ძალიან, ჩვენ ვიძახით, რომ არავის უგანაესო არა ვარ და არც ვიქნებით, მაგრამ კლინტონმა დაგვიძახა Backyard of Russia პირველად. ჩვენ ხوار დაგვიძახებია ჩვენი თავისთვის. ხო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ის როგორ აღიქვამს. ხო და აი ეს მოცემულობა უნდა შეცვალოს რუსეთმა პირველ რიგში. ამ პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში ურთიერთობების დაალაგება არის საჭირო რუსეთთან. მაგრამ მე რას ვერ ხვდები, ბატონო კოტე, აი რუსეთს რაში უნდა სჭირდებოდეს, როგორ შეიძლება დავაჭირვოთ პრაქტიკულად, რა შეიძლება შევთავაზოთ, რომ მან თქვათ ეს უკან წაიღოს თავისი აღიარებები, მიუხედავად იმის ფონზე, რომ თქვათ პუტინსაც არაერთხელ უთქვამს, მედვედევსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ეს აღიარება კი იქ არის ის ვარიანტი, რომ მედვედევის დროს აღიარეს და პუტინს ხელი არ მოუწერია ამ განკარგულებაზე, მაგრამ ფაქტია რუსეთის სახელმწიფო აღიარა. ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამ თემაზე საუბარს და უფრო მეტად ოპტიმიზმია. ჩვენ საზოგადოებრივ მაგ აი ჩვენ დავიბრუნებთ, ჩვენ დავბრუნდებით, ოღონდ იგულისხმება, რომ ჩვენ მათ ამოხუცავთ და ჩვენ დავბრუნდებით უმეტესწილად, რაც არასწორი მიდგომაა და სანამ ეს განწყობა გვექნება, თუმცა რაც შეუძლებელია კაცისთვის, შესაძლებელია ღმერთისთვის, მე ამ თეზასაც მათ შორის პოლიტიკაშიც ვეთანხმები. თუმცა აი ეს შექმნილი ვითარება მე მაგათაც არ მაძლევს ოპტიმიზმს. მე ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთი, რას მიიღებს საქართველოსთან მოლაპარაკებით და რატომ უნდა დაუთმოს იმ პირობებით, რომ ბერკეტი დაკარგოს საქართველოზე, შესაბამისად სამხრეთ კავკასიაზე და ჩრდილო კავკასიაზე ზემოქმედებს. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ეს დამოკიდებულია თვითონ რუსეთში შიგნით მიმდინარე პროცესებზე. აი რომ წავა ეს თაობა რუსი პოლიტიკოსების, პუტინის თაობა და უფრო ის თაობა, რომელიც უფრო ჰომოსოვიეტიკოსები არიან. ჩემსავით, მაგალითად, გაზრდილების საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა იდეოლოგიით. და თუ დაალაგდა ურთიერთობები ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის თვალსაზრისით, დაწყნარდა უფრო დაალაგებით არ დაალაგდება და ახალი თაობა, რომელიც მოვა რუსეთში. ლიდერების ახალი თაობა, ხელმძღვანელობის ახალი თაობა, რომელსაც განათლება აქვს მიღებული დასავლეთში და ცოტა სხვანაირად აზროვნებს. ვიდრე საბჭოთა სკოლებში და უნივერსიტეტებში მიღებული განათლებით. მე არ შემიძლია რუსი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს, მინდა გითხრა. არა, არიან, ცოტანი არიან, მაგრამ არიან. მაგრამ იცით რაში, ამის პარალელურად არანაირად არ უნდა დავკარგოთ, მე მგონი ამ თავარი ეს არის სახალხო დიპლომატია, აი ეს კავშირები, რომელიც არ არის იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ არის, ნამდვილად არის. იცით ახლა ამაზე არ ღირს ეს ღიად ლაპარაკი, მაგრამ მე ვიცი რომ კახურუღინო მე აქ ქორწილებში სოხუმში ვიღაცისთვის ეგ არაფერი არ არის შეიძლება მაგრამ ნუ ჩემთვის მაგალითად არის რა თქმა უნდა აი ეს ტრანსასაზღვრო ვაჭრობას რასაც ეძახიან გადმოსვლა გადასვლა იქ თუ დაძაბული სიტუაცია არ არის არა ერნეთის ბაზრობის მასშტაბი რა საჭირო იყო აი ესეთი რამეები დღემდე ვერ აი ეს ურთიერთობები არ უნდა დაიკარგოს ხალხებს შორის ჩვენსა და აფხაზებს ჩვენსა და ოცებს შორის არ უნდა დაიკარგოს არანაირად და ეს უნდა შევინარჩუნოთ და მომავალი თაობა მით უმეტეს
უნდა იყოს ამაში დაინტერესებული. ეს მინდა რომ ამ თემაზე ცოტა ხანს კიდევ ვისაუბროთ 1-5 წუთი. ჩვენ მოთ რეკლამის გამო მცირე ხნით შევწყვეთ და დაგიბრუნდებით დაგველოდეთ. ჩვენ ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან კონსტანტინე ჟღენთან ერთად. ბატონო კოტე, როგორ იქნება შესაძლებელი რომ ჩვენ რაღაცად არ დავკარგოთ ყოველ შემთხვევაში ემოციური კავშირი მაინც ჩვენს დაკარგულ რეგიონებთან, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკურად ცოტა მეეჭვება დაბრუნების ამბავი. სხვადასხვა შეხედულება მაქვს, მე არ ვამბობ რომ ის დავკარგეთ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ ჩვენ შინაგანად ჩვენ რო დავკარგეთ, ჩვენ შინაგანად ვიმსახურებდით ამაზე დავკარგეთ. მე დარწმუნებული რომ დიდი სახელმწიფოები და პატარა სახელმწიფოებს განვითარების თავისი სხვადასხვა ლოგიკა აქვს. და სხვადასხვა ლოგიკის ჩემი აზრია და ეს არ არის მარტო ფიზიკური პლანი, არის კიდე სულიერი პლანი. ჩვენ დავკარგეთ ის რაც დასაკარგი, იმიტომ რაღაც არ იმსახურებდი. როგორც კი დაიმსახურებ, რა თქმა უნდა, სიტუაცია გარშემო დაალაგდება. ეხლა მე ძალიან ეზოთერიკაში გადავედი, მაგრამ სანამ ეზოთერიკამდე მივალ, ეს ემოციური ადამიანური ურთიერთობები როგორ არ დავკარგოთ ან როგორ აღვადგინოთ, განსაკუთრებით იმ აგრესიის ფონზე, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში და ახალშობილ აფხაზ საზოგადოებაშიც, ქართველების მიმართ და ქართველებს აფხაზების მიმართ. ხო, აი მე გავაგრძელებ იმაზე საუბარს, რაც აი რეკლამის წინ რაზეც საუბრობდით. ეს უნდა გაგრძელდეს. ტრანსასაზღვრო ვაჭრობა, გადასვლა, გადმოსვლა, თუნდაც ქორწილებში სიარული, შერეული ოჯახები უნდა შემცირდა და უნდა აღვადგინოთ, უნდა დავაბრუნოთ, უნდა გამოვიყენოთ. აი რომ გადმოდიან აფხაზები ჩვენთან სამკურნალოდ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს რუხის საავადმყოფო უკვე იმ დონეზეა რომ თბილისში ჩამოსვლა არ დაჭირდება, მაგალითად იქნება რომ იქ მივა იქ იმკურნალებს ახლოა უფრო მაინც და უფრო მეტი გადმოვლენ. მოკლედ აი ყველა ეს კონტაქტები დაწყებული უბრალო ადამიანური კონტაქტებიდან დამთავრებული აი სამკურნალო ახალგაზრდები. მე მაგალითად ჯერ კიდევ იტალიაში რო ვიყავი, მაშინ იქ აწყობდნენ ბანაკებს იტალიელები, მათი დაფინანსებით. ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები სულ ახალი დამთავრებული იყო, 97 წელი იყო, წარმოიდგინე. გოცხელია ეს. და ხო, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები და ოსი იკრიბავდნენ და ბანაკს, საზაფხულო ბანაკს უკეთებდნენ, რომ იქ აი ეს კონტაქტში ყოფილიყვნენ ესენ. აუცილებელია ამის, არ ვიცი, ეხლა თუ მოქმედებს ესეთი ბანაკები, შეიძლება არის, აუცილებელია ამის აღდგენა, თუნდაც უცხოელების დახმარებით. ჩვენ ახლა მე ერთი პერიოდი საგანგებო დავალებათა ელჩი ვიყავი აი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხებში და იმდენ შეხვედრაზე და კონფერენციაზე ვარ ნამყოფი აფხაზებთან, ოსებთან, ყარაბაღელებთან, სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად და სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ არა მხოლოდ თქვათ ერევანში, იმაში არამედ ევროპაშიც და ავსტრიაში და ასე შემდეგ. ისინი მედიატორის როლს თამაშობდნენ, ვიკრიბებოდით, საუბრობდით, ყველა თავისას ლაპარაკობდა შეიძლება, მაგრამ კონტაქტები ნარჩუნდებოდა, კონტაქტები არ წყდებოდა. აი ეს კონტაქტები შენარჩუნებული უნდა იყოს, თუნდაც უცხოელების დახმარებით. არ უნდა გაწყდეს ჩვენ შორის კავშირი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. აი ახალგაზრდები რაც მეტი იდაონ, იმან თავისი თქვას, ჩვენმა ახალგაზრდებმა თავისი თქვან, მაგრამ აი ურთიერთობა რო ეკნებათ. აი სხვათა შორის ახლა ნახეთ გუშინ თუ გუშინწინ სპეციალური კომისია პარლამენტში იცით თქვენ და იქ გამოვიდა მერე ჩვენი მინისტრი ამ საკითხებში და თქვა რომ და მომეწონა ძალიან განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ახალგაზრდების ურთიერთობის განვითარებაზე. ქართველი და ოსი, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდა. აი მერგნეც მაგალითად თქვენ რო ახსენეთ, აი მე რაღაც ეგეც შეგნებულად აღვადგენდი. არა მხოლოდ დაერქვა, სხვა რაღაც ზონა, ეკონომიკური ზონა არის ეგეთი. ოსებთან ერთად კი არა მარტო აფხაზებთან ერთადაც. შეიძლება არსებობს რაღაცეები კონფლიქტოლოგიის საფუძველზე პროექტები. რომ ბევრი ძალიან, რომელშიც მე ერთი პერიოდი რაღაც ვიღებდი აქტიურად მონაწილეობას. ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება შორია ჰუმანური ადამიანური განზომილება მაქსიმალურად არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაფართოვდეს.
სხვანაირად არ გამოვა ჩვენი შერიგება. ხალხებს შორის უნდა შევრიგდეთ იმას გამოყოფილ აფხაზეთსა და ცენტრ შორის და გამოყოფილ ოსეთსა და ცენტრ შორის კი არა. ცხინვალ შორის თქვა ოსეთი არ მიყვარს, იმიტომ რომ ოსეთი კახეთი ხო არ არის თუ ოსეთი არა უნდა საქართველოს. ოსეთი არის იმის იქით რა ქვია. კეციკით ეგ ყველამ ვიცით. სხვათა შორის ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე საბჭოთა კავშირის დროს დამზადებული ესეთი რელიეფური რუკები იყო პლასტმასის თუ გახსოვთ. კიდე. აი ის რუკა დაუდე უცხოელებს. რომ იძახდნენ რომ აი სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, სამხრეთ მე ვთხარი აი მეთქე დავთ. აი აქ არის მე ვთხარი 3000 მეტრი. ვირაბის ხარ გაჭრეს მე ვთხარი. მანამდე ესენი მოდიოდნენ თბილისში. მე აქედან მოდიოდნენ თავის ნათესებთან ნაკვეთ. რო შეიძლება ეს ტერიტორია არა, ნუ ეგ გამახსენდა უბრალოდ ეგეთი რამ. ამიტომ ყველაფერი ყველა საშუალებაა გამოსაყენებელი, რომ არ გაწყდეს კავშირები ჩვენ შორის. ყველა საშუალება. სხვა შორის არ არიან ცუდად განწყობილი ჩვენს მიმართ იქითაოსებიც. იქითაოსები ჩრდილო კავკასიის ჩრდილო ოსეთის ოსებზე ვამბობთ პირიქით. ისინი უფრო დადებითად არიან განწყობილები. შეხვედრილი ვარ იმ ხალხთან რაღაც და ამიტომ არც ამ ურთიერთობების ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობების საერთოდ ჩვენ რატო არ გვაქვს ეს რეგიონული პოლიტიკა უფრო იმიტომ რომ რაც არ უნდა მოუვიდეს რუსეთს იმ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება ხო მოუვიდეს შეიძლება დაიშალოს შეიძლება არ დაიშალოს ორივე შემთხვევაში ჩვენთვის არის სარგებლიანი და მიზანშეწონილი ურთიერთობის აღდგენა ქვია. რუსეთი გაფართოვდა აგერდა რა და არა ორივე ხო არია ვიღაცები ამბობენ რომ დაიშლება. მაშინაც რა თქმა უნდა გაცა. ჩვენი მაყურებელი და მსმენელი ხო სხვადასხვა იმის არის პოლიტიკური პლატფორმის და ორიენტაციის. მაშინაც კი თუ დაიშლება და მაშინაც კი თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩრდილო კავკასიელებთან აღდგენა ურთიერთობის ომის შემთხვევაშიც და მშვიდობის შემთხვევაშიც. ხო მე ამას რა გამახსენდა იცით? სტუდენტებთან ლექციის დროს ერთხელ ამ რუსეთის დაშლაზე სტუდენტები ძალიან ის არიან რადიკალები ამ რუსეთი დაიშლება მალე დაიშლება ესეთი აცილსუკან იყო მე ვთხარი აი მეთქი რუსეთი და ჩვენ რუსეთი თუ დაიშალა დაინგრა წარმოიდგინეთ როგორც აი შენობა საით მხარეს დაიშლება ნანგრევების საით წამოვა მე ვთხარი როგორ გონიათ აკეთ მე ვთხარი სამხრეთისკენ ხო და ცოტა დაფიქრდნენ ეგეთ შედარებას ხო ალბათ უფრო ქვევითო მე ვის დაეცემა მე ვთხარი ის ნანგრევები თავზე ამ დაშლილი რუსეთის ეს არის პუტინის ციტირება როგორ შეიძლება მაგრამ რა ედო იმ სიტყვებში როცა თქვა რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო რა ედო პუტინის ნათქვამ სიტყვებში ავაი რომ დავფიქრდე აი რუსეთი რა დაიშალოს აი რუსეთი რა დაიშალოს ეხლა ეს ნამდვილად კატასტროფა იქნება არავის არ ვის უნდა სოფლიოში ვინმე არის ვისაც ეგ უნდა არა რატომ უნდადეს და ვახსენებდი ხოლმე იმას რა ქვია პირველი სოფლიო ომის მერე ვილსონის 14 პუნქტი ჩამოვიდა ამერიკიდან იმას აკრა რა ქვია და ერთ პუნქტი მთლიანად რუსეთზე იყო ლაბარაკი რომ ბოლშევიკური რუსეთი როგორ ცნონდა როგორ დაიწყო იმათთან თანამშრომლობა იმიტომ რომ რუსეთი იმხელა და იმხელა პრობლემებს შექმნის რომ არანაირად არ შეიძლება ეს უკონტროლო და ისედაც ისტორიულად უბრალოდ ახლა შორს წავალთ მაგრამ მე ხალხ ვცვეთ ვისაუბროთ ამაზე ის ფაქტი თუნდაც რევოლუციის დროს რუსეთში როგორ მიატოვეს რუსეთის იმპერატორი ხო სამეფო კარის ტახტი მიატოვეს შემდეგ აი ამ თეთრგვარდიას აი ვინც ებრძოდა ბოლშ როგორ იქცეოდა ამ დროს ევროპელების კიდე სხვა ისარდა ანუ ისევ ის არის რომ სამართლიანობა არაფერ შუაში არის ვისაც იმ მომენტში რაც აწყობს ესეც ვიცით ხო როგორ მეორდება ხოლმე ისტორია კი ბატონო ესეც ვიცით კი ესეც ვიცით და იმიტომ გავიხსენე ეს პარალელი კი ბატონო ან ისე ანასე კი ბატონო როგორც ფარსი ისე რო არ განმეორდეს და სხვალერად რო განმეორდეს მე რა ტრაგედიას უწოდეს ფარსი კი ბატონო იმედია ტრაგედია არ განმეორდება იმედია ნუ რა ვიცი ამიტომ ჩვენ თავს მივხედოთ რა ისე გავიმეორებ ამას გვაქვს ამის საშუალება ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამ კურსს იწონებს ამ ჩვენ თავის მიხედვის და ჩვენი საქმეების კეთების და ნუ ეს უნდა ვაკეთოთ სანამ ესეთ სიტუაცია დიახ
ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. ჩვენთან ჩვენი ვიდეოები და შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.